მოგესალმებით ძვირფასები, როგორ ახართ? წამოვედი ვითომ დღეს ანალიზებს გავიკეთებ მეთქი, მაგრამ კვანცა გავიდა და ასე რომ კვანცას გარეშე თუ რა მჭირდებოდა რას ავიღებდი მე, ასე რომ წამოვედი აქ. კერავს გამოვარე და ძალიან გაბრაზებული ვარ. No. Only mama. I caught it. Havdan შევაკერინე. გუშინ არ მივსულა. გუშინ წინ ხომ დამიბარა რომ მივედი არ ქონდა მზად და გუშინ დამიბარა კიდე მოდი, მაგრამ გუშინ ვერ მივედი, მოხალხიან მოვიდი. ეხა მივედი და არ მომეწონა. მივთხარი მეც მაქვს საკერავი მანგა. ანუ აი ეს ნაჭერი რო არის. მე ვკერავ ჩემით. აი ესეთი ნაჭერი რო არის, ნახეთ, აი როგორ გითხრა ამას. აი ძალიან წელვადი რა და ამას ჩემი მანქანა ვერ კერავს. კერავს, მაგრამ ძალიან წვალებით უნდა გამეკეთებინა მე. ამიტომ მიუტანე მერჩინა იმ 5 ლარის გადახდა და ნორმალურად რახან მკერავი ქვიათ. გაეკეთებინა ნორმალურად. თავიდან შევაკერინე. მართლა ბავშვებს გეცებით თავიდან შემოვატეხინე. ეს მეორე კაბა იმას გაჩვენებთ. მოკლედ რო გითხარით სარჩული ქონდა მოკლე მეთქი და შეცვლა მინდოდა. იმდენი რაღაც მაქვსო აქო, ანუ რაც არ სჭირდებოდა და მოკლედ აი ეს კი სქელია, მაგრამ არაფერი არ უჭირს. მაგაზე არ მაქვს ეხა გართულება. მარტო იმაზე მაქვს რომ მაინც გაჩვენა. აი ამაზე მაქვს. აი ამაზე. მე ყველაფერს ვატარებ. ანუ ადამიანებთან კონფლიქტი არ მიყვარს ხალხო, მაგრამ გამეკეთე ნორმალურად. ზუსტად ტრაკის ადგილზეა და ტრაკის გამოჩენა რომ დომოდა. მე იმ სარჩულითაც ვივლიდი. მოკლე იყო ძალიან ის სარჩული. ეს კი აგრძელი, მაგრამ მაინც ტრაქტანაა გახეული. ეხლა რამე უნდა მოვიფიქრო ეს, როგორ მე ამფერის ძაფი კი მაქვს, მაგრამ რავი ეს არ გაირღვევა. თან ნახეთ, აი ესეთი ნაჭერია, კი გავკერავ, მაგრამ ბოლოს მაინც აქ აი ასე იქნება. აი ეს არ ვიცოდი იმ ქალის სახლი ვერ დავიმახსოვრე თორე. კარგად კერავს ის, რა ვიცი, მე ამასაც ვადიდე, მაგრამ ვერაფერი ვერ გავიგე, ხალხ გაბრაზებული ვარ. კიდე დამემატა. ჩემი არ ყოფნიდა და კიდე ესეც დამემატა. რომ იმაგ კერავთან, იმიტომ მიმაქვს რომ გამიკეთო კარგად. ეხუთლარიანი კაბაა, მაგრამ ლამაზია, კიპიურითა. კარგია. სადაც გინდა ჩაიც. მაგიტომ მინდოდა რომ შიგნით ყოფილიყო ლამაზი კიდე. მოგესალმებით ძვირფასებო, როგორ ახართ? როგორ გიკითხოთ? მოკლედ საფრთხო მოვიდანე და ნახევარდებელი შეიჭრა. 70 თეთრი ხიჭა. კაფედი გონდა. უყურე ხა დაჭერტი შენსა ტელევიზორს, რომ არ გათხოვე ვიცოდე მეჯერ. ეხა მე ჩამოვიყვავი. გავაკეთო კარტოფილის соузи. ხორცი მაქვს, მაგრამ ხორციანი არ გვინდაო და ამიტომ კარტოფილი გავრეცხე დავიდე აქ. ხო და კიდე ეს სათლელი, მაგრამ მაგით ვერ ვთვლი. ეს ნახევრად თუ ლარი 90-ად. აი ვერ ვთვლი ამით, კიტრს კი ვთვლი კარგად და ამებისთვის ეს უფრო გამომადგება. მოკლედ ესე ჩემო კარგებო.
გაბრაზებული ვიყავი. ის მეორე კაბა რო ისე ნახე. მაგას გაჩვენებთ ახლა დაიცა მოხსნი. დასარეცხად. რო აი რა იყო გასაბრაზებელი ან რამეო. თუ ვინმე გექნება პრეტენზია ახლა გაჩვენე. ჩუმად და ჩუმად ბიჭო. ჩუმად. აი ნახეთ ეს კაბა არის აი ასეთი. აი ასე. ჩაცმული ძალიან მიხდება. ეს ფერი ქონდა შიგნით. ქვემოთაც ეს ქონდა, მაგრამ იმიტომ რომ მოკლე იყო ამის სარჩული, იმიტომ მივიტანე რომ სიგრძე ქონოდა სარჩულს. მაგრამ აი ეს არის. ცოტა გაგჭირვებიაო მეტრით ალბათ და ძალიან კაი თუ ცოტა იქნება ამას რამე უნდა დავაკერო, ან რამე უნდა მოვიფიქრო რა. არ მინდა რომ ესე იყოს, ნახეთ, თან გიპიურია უყურეთ, რომ რამე უცებ გამოჩნდება და ეს არ მინდა. ახლა ამაზე რატო გავამახვილე მე ყურადღება? იმიტომ რომ მე ეს მივიტანე მკერავთან, რომ გაეკეთებინა მკერავს. ანუ ვინც ეს საქმე იცოდა, იმას გაეკეთებინა. მაგრამ აქეთ ამხარე სხვანაირადაა ჯანდაბა. აი ესე გავუკეთებ უკან იმ კაბელს. აი არ უნდა. დაიტენა უკვე აღარ უნდა. ესე იკიცით ასევა. არც ის მინდა. ოხო. დადა, ფიქრა მორჩი. აი მორჩი და. თუ ოფლიანი ხარ იმას ქენი. კაი. მოკლედ. რა მოკლედ ავიკვია, მაგრამ მაგდონეზე მეც ვკერავ ხალხ ვიმუშავებ მე მაგდონეზე თუ აკმაყოფილებს ხალხს კერვა სულ რო არსა და არ მისწავლია ისე მაგდონეზე მეც ვკერავ მაგრამ საერთოდ კერავთა რაღაცა იმიტომ მიმაქვს რომ მინდა თავის საქმის პროფესიონალმა ლამაზად კარგად გააკეთოს. კაი გედიკო, მაგრამ ყველაფერი არ გააფუჭოთ, ეხლა არ დასვაროდეს იქ დღეში 5 ჯერ თავმაგდას ყოველდღე. ნახევარი სარეცხი, ანუ რაც ჩავყარე იმ სარეცხის იმაში, კარგი 1 კილომდე იქნება, მაინც ვამთავრებ უკვე. ხო და ეგ იყო და ეგ ძირფასებო. სხვა მკერავი უნდა მოვძებნო ვინმე, თუ აწი რამეში დამჭირდა. აქ ერთი ხალი არის და მე ვიშოვი მაგის ნაჭერს და იმ ხალს მივუტან ამას. ვაჩვენებ როგორ გამიკეთეს და თუ არ შეუძლია რომ უკეთესად გამიკეთოს, არ დაუტოვებ იმასაც ვეთყვი, მაგრამ ვიცი რომ გააკეთებს კარგად, იმიტომ რომ მე მიტანია მაგასთან ის რა ქვია, რაღაც ერთხელ მივიტანე და ძალიან კარგად გააკეთა, ეს საერთოდ რო არ ველოდებოდი, ისე კარგად გააკეთა და აგერ ყურის ძირში მყავს უკეთესად რო აკეთებს ეგეთი ადამიანი და აი ხა მაინცად ჩავიწვე მე მაგას არსად და მე იქიდან საჩინოდან მობრუნებულზე გავაკეთებინებ. ეხა დედაჩემიც ცუდად არის რაღაცა რა ვიცი, გულის პრობლემები აქვს. ის უთხრეს. სტენდირებაო თუ რაღაცა. რო გაიკეთოს შუტირება, სტენდირება ერთია, არ ვიცი სტენდირებათი მითხრეს მე და არ ვიცი ეს ერთია თუ არა.
ბევრი პრობლემებიაო გულშიო და აქედან გამომდინარე ამას საჭიროებსო და არ იკეთებს. ეხა თან ეშინია და მაგიტო არ იკეთებს და თან რო ვფიქრდები, ეხა მე კი ვეუბნები ის მეთქი დედიკოს გაიკეთე თუ ექიმები ამბობენ რომ მე უკეთ იქნები და ასე შემდეგ გაიკეთე არაფერი არ იქნება საშიში მეთქი მაგრამ ან მე იმაზეც ვფიქრობ რომ ეხა ჩვენი ნათქვამით რომ ჩვენ ვაიძულოთ და გავაკეთებინოთ ეს დედაჩემს და მერე რამე ისე არ წავიდეს მერესაც წავიდეთ ანუ მერე რა უნდა ვქნათ აი ამაზეც და მოკლედ არ ვიცი ძალიან გაბრაზებული ვარ დღეს მთელი დღე ასე ვარ ფიქრობ აი გამოსავალს რო ეძებ ადამიანი და არ იცი რა აჯობებს მისთვის და როგორ ძალიან ისეთია I don't like that cake. Ada. No, you need it. ეშინია და რო ეშინია მაგიც ცუდია ძალიან მე მაგალითად იმ საკეისროს მე იმდენად მაქვს ყველაფრის შიში აი მართლა რა უნდა ამ კაცს ნახე ხა აქ არის და რა გინდა ხოლა კიდე მამიწვა ამასობაში რას ვამბობდი 5 წუთია გარეთ დამაყენა ამ კაცმა მანქანა დატოვა ღიად და რაღაცას აკეთებს სულ მანქანა უჭირს და ვიღალე მოკლედ რა და იმდენად მეზარება ხალხო იმდენად ვერ წაიმოიგენ ეხა ჯინსები რომ მქონდა ძალიან დიდი ზომა რომ მეცვა მაგი გადავჭერი შორტებად გადავაკეთე და აი ის მინდა რომ წელზე უნდა მოვაკლო ძალიან დიდი მაგდა რომ უძრება ეგეთი არ მინდა ხო და ხელით გალამბული მაქვს უკვე მანქანით უნდა გადავიარო მას გავაკეთებ მე გეგა მე რა ვთქვი გეგა გოდეცი შენს გეყოფა ეხა ჩადი მამა შენთან ქვემოთ წადი მამიკოსთან ქვემოთაა გარი წადი ჩუსები ჩაიცი და წადიდე გეგა წადი შენს შენი სკეიტი წაიღე გოდეცი წაბზანდი შენს დროზე მამა შენს უთხარი ეგერაა ველოსიპედზე საწაიღე ხო გეცვა მიდი ჩაიცვი სად გაიხადე ქალაქში ხო გეცვა ჩუსტები წამოვიდა ფეხსაცმელის ტყუილა ვყიდულობ ამისთვის და საერთოდ ყველაფერს ტყუილა ვყიდულობ იმიტომ რომ რა აიყიადებს ეცა და იმავეს მერე სხვის ჩაცმა არ უნდა დედა გავგიშდები ხალხო ისედაც აღარ ყოფნის ნერვები არაფერზე და ამათმა ხულად დამანადგურეს და მომსწრეს მომსწრეს რასაც ქვია იმართლა გეუბნე აღარ შემიძლია არ ნიშნავს კაცი გოდეცი წადი ესე ბლოკავს გეგა ვაიმე როგორ ბრაზდები მე რა უნდა ბიჭო რატო აზიშვეს მე არ ცმია შენი ჩუსტები შენ გეცვა You're gonna put them on yourself. Yeah. I'll do that. ჩაიცი ჩუსტები გადი დროზე მოუსვი აქედან ჩქარა ორივე სამივე წადი გოგო შენს I'm gonna choose the brownie for me. გეგა
გაიტანეთ, რიგო სად არ არის? მე გარეთ არ გავიტანე. მეტი მანქანაში არ დატოვებ და მე არ ვიცი. სად არ არის? ჩუსტები არ არის. აზე არ ვარ საწავიდა. არა მგონია ხეთში შველი ამოსული იყო, გამორიცხულია. აბანოში არ არის, აივანზე არ არის, აქ არსად არ არის, ლოგინის ქვეშ არ არის. აბა სანუდა წასულიყო, მე ვერ ვშვრე. ნუჩქები დავწავიდე. არა. მაგა სანუჩქების სველია. ესენი ცოტა ხანი გაუშვი, მიხედავს ეს კაცი მეთქი და ამდგარა და წასულა ქალაქში, დატოვა ესენი მარტო. ცოტა მომეშვება, რომ გაუშვებ გარეთ მეთქი, მაგრამ არა. ესე ვერ დავტოვებო პატრონად და ცოტა ხანი და ამოვლენ შორს არ წახვიდეთ, აქ იქით მიდგიდან ზიან, არ გაჩერდებიან, კი ამოვლენ. მალე. აი, რანაირი ისა მილიონჯერ დაგიძახებენ, ხომ ესმის, თუ ეგ პასუხობს, ხო შეგიძლია რომ თქვა, სანამ არ მიხედავ მაინც სანამ არ დავიწყებ ყურებას, მანამ გამორიცხული არ იწყიან არაფერს. ჩემი ვიდეო მაქვს ახლა ჩართული და მაგაზე ვიწავდით ცოტა. კარი დავუტოვებიათ. ხო. ეხა აი ეს არის ის. მე რო გითხარით, ძალიან დიდი ის რომ მქონდა. აი. აქედან უნდა დავიწყო. აქედან სუსტად მეტის მოკლება არ ჭირდება, ამას მე მოვაჭრი და ან შეიძლება დავტოვო, რა ვიცი, რო გავსუქდე, დავტოვო, რო გავხსნა მე. ხო და ძალიან კაი, ანუ ეს რაღაცა მომწონს ეს შორტად. არ ვიცი, რაღაცნაირად მომეწონა, განიერია, ქვემოთაც. მომეწონა რა. ხო, ეხა, აი ეს, მაჩუკა იმან, ლიკა, ჩემმა, ბრძალა. ხო და, აქ რაღაცები ქონდა აქ, კიდე მეორე ესეთი, ესენი მოვაშორე. ამინდა ორი ერთი იყოფა მეთქი. ხო და, გრძელი იყო, ძალიან გრძელი იყო და დავაპატარავე, დავამოკლე ისედაც კი ხედავთ, აი, უნდა გადავიარო მანქანით, ხელით, ნამუშევარი მაქვს უკვე. ხო და, ეს, კიდე რამდენი რამე ჩემით გავაკეთე. ჩვეულებრივად, ჩემთან მოქონდათ
ოღონდ რა თქმა უნდა, ფულს არ ვახდევინებდი, არ არის იმდენი სიკეთე ჩემს სამივე შვილს არავისგან არასოდეს ფული არ ამიღია, მიუხედავად იმისა, მე გოდე პატარა მყავდა, მუხანი არ მუშაობდა, არც არაფერი და ამე მაგალითად ხე რომ სოფელში ცხოვრობდით იქ ლიაში და ხე რომ არ შემეძლო და არ მქონდა მაგალითად იმის დრო რომ ესენი გამეკეთებინა მაგალითად ვინც მომიტანა რაღაც გამიკეთე, შემომიტეხე, შემოაჭერი და ასე შემდეგ ხამე ვაკეთებდი. ხო და რამდენჯერ ვთქვიათ საყვედური რომ ანუ მანქანის ხმა იქ მოხარიზებიასთან ცხოვრობდით მაშინ და მანქანის ხმა ისმის ქვემოთ მაღალი ხმა არ ქონდა, მაგრამ მაინც როცა ადამიანს ეძინება, ხო იცით ყველაფერი აწუხებს მერე. მაგრამ არასოდეს ფული არ ამიღია და ძალიან კარგად გამოდიოდა სხვათა შორის. ჩემმა მეზობელმა კაცმა მაშინ მე რამდენი წლის ვიქნებოდი, სადღაც 19 წლის კერავდი რა ჩემთვის რაღაცებს. ჩემ მეზობელ ქალს მეორადები ჰქონდა და ზოგჯერ პატარა, ანუ სულ ეხმარებოდი ხოლმე ამ მეორადების გადმოbrunება და ლაგება და ასე შემდეგ. რომ მოიტანდა ფუთას, სულ ეხმარებოდი და ჩუქდი და ხოლმე პატარა რაღაც დაჭრებს. სულ პატარას რომ მოეცან ხალს, სულ რაღაცას შევკერავდი, რაღაცას გამოვიყვანდი. ხო და დედა ჩემს ეუბნებოდა რომ სულ ცოტა უნდაო რა, თათიასო და ატარეო რა იმ იმაზე, სამთვიანი კურსები იყო მაშინ სოციალურებისთვის. ჩვენ არ გქონდა სოციალური და აქედან გამომდინარე ერთი კაცი ვისაც რაღაც შეეძლო მოეგვარებინა ჩემთვის ეს საქმე და მე მეევლო მან გზის ფულის გამო არ გამიშვეს. იმიტომ რომ გზის ფული არ არისო და როგორ კვირაში სამჯერ უნდა მევლო ქალაქში მაგალითად. თორე დღეს მეცოდინებოდა და არ მომიწევდა სხვისთვის ამის მიცემა. და რამეს ვისწავლედი. თუმცა დღესაც არის მე მგონი ესენი და აქ თუ არის ერთი ეს პროფესიული გადამზადება თუ რაც ქვია ამას სამკერვალოში, აი ესეთ რაღაცაზე ვიფიქრებ, კარგი იდეაა. იმიტომ რომ მართლა სულ ცოტა მინდა. მართლა სულ ცოტა მინდა და ამიტომ თუ მექნება დრო რამისი, რაც მე ეჭვება ეხლა გეგა სკოლაში რომ მივლის, მერე ცეკვაზე ატარე, კინგბოქსზე ატარე, ინგლისურზე გოდე, მოკლედ არ ვიცი როგორ იქნება. მაგრამ რამეს არ ვიცი. კარგი იდეა კი არის განხორციელება თქვი შენ თორე. ხოდა ის ქალი დღესაც კი ანუ ახლოს ცხოვრობს რა ჩემ გვერდზე სახლში. გოდეს ნაცხია სახლს რო გაჩვენებთ ხოლმე. აი იქ ცხოვრობს მკერავი ქალი. ზიარიცოდა და იმას რამდენჯერ დედაჩემს გაუბრაზდება ხოლმე რომ აი გზის ფულის გამო არ ატარე და ასე შემდეგ და მაგრამ როცა ადამიანს მართლა არა აქვს ხო რა უნდა ქნა თორე რამდენს მხოლოდ მას კურსები აქვს გავლილი და ისე მუშაობენ.
ნიორს არ ვუშვები ამ სოუსს. იმიტომ რომ ნიორის გარეშე რაღაცა უფრო მომეწონა მე და მაგის მერე ნიორს არ ვუშვები. წვანილები ოხრახუში არ მაქვს, ქინძი და ნიახური მაქვს და მომიწევს რომ მხოლოდ მაგი გავუკეთო. ჩემთვის მაგალითად ეს ყველაზე ადვილი ერთია, რაც თან უყვართ. დედასი, სენა მოქედი დედა! სენა მოქმედი დედა! კარგი დედა, კარგი. აი, ხორამდეჯერ მომწვია ნერვებზე და მაინც ორი წუთი გავადა. გენატრებიან. კარგი. ჯერეს როის მოიხარშება. ჩაიცვიდები ისე არ გამოხვიდი. კიდევ წახვარ? ქვემოთ. ასა წახვიდე შენ ძმებს აუჯერე. კარგი დედა, თვითონ გიჭერე. კაიჩი ვიჭვი. აი გიჭეკით მარტო, ასა წახვიდე. კარგი დედა ძმი. კაი ჭვია. ადამიანი გადაო. ამას დავლებ. ეს კაის გავიგე მე ხა. გემო. ამისი და იმის ერთად. აი ამის. წყალია დუღებული მაქვს და იმაზე ვერ მივედი, მაგრამ ეხა დავჯერები და დავლებ. გადავხედავ ერთი იმათაც. კვირას ვაპირებთ წასვლას ჩვენ. იმედია არაფერი გეგმები არ შეგვეცვლება და წავალთ. ცოტა ხანი, თორე ეს ბავშვები სულ შიგნით ცოდოები არიან. უი არა, ცხელი კი ყოფილა ეს. გოდე! დაიცად. გეგა შენ იყავი თუ გინდა და წამოვიდეს. მოდი რაღაცა უნდა გაჩვენო. მოვატყუ. ხო ხედავ სად წასულა. მგონია რომ აქ არიან და მშვიდად ვარ და აი სად წასულან. წამოდი. მოდი დედა, მოდი. ამოდი დე რაღაცა უნდა გაჩვენო, მოდი. ირბინე. მოდით. სად ხარ? და არ ჩანს გამოაჩენეთ კი მოდი ნახეთ ამ ბეკეკას უყურე მოდი მოკლედ იტირა ადამიანად თავარია აქ არის ჩემთან სასრიალოებზე იყო ასული და ქვემოთ ის ხის ბოძებივით ანუ რაზეც დგას ხის ბოძებივით რო არის აი ისინი ქვემოდან არის დამპალი მომდრეული ხო და არ ვიცი არ არის სანდო ის სასრიალოები გამხმარი აი როგორ გითხრათ მომდრეულია ქვემოდან ცოტა უნდა და всё. არ დამიკლია წონაში. რაც ვიყავი ეს.
კარგია ეს, გემრიელია. ახალ წავალ მერე ჯიბეში. დავამატებ ტკბილებს ეკამ რომ მაჩუქა თანხა, მაგით ვიყიდი. წასაღებად. სამოცდაათ თეთრი ღირდა დღეს საზამთ რომ მხოლოდ ერთგან. ერთ კაცს გონდა მანქანით და ძალიან მაგარი იყო, მართლა ბავშვებს გეფიცებით, ნახევარზე მეტი შეიჭამა. აი ერთ ჭამას ეს ჩვენთან იმდენად უყვარს ყველას. ეგ არის ჩემთან ცუდი რომ აინუ კურკიანი არ უნდათ, უნდა გამოუყარო ყველას კურკა, მერე უნდა დაუჭრა. ეგ არის სწორედ დანარჩენი. იმდენად უყვართ სამივეს. მე დამუხასხო საერთოდ. მე ძალიან მიყვარს მაგალითად. ვის არ უყვარს, მე მგონი ყველას უყვარს. დღეს არის 24. ამ თვეში ვერ გადავალ ზღვარს ვერანაირად. მაგრამ არა უშავს. არის ეგ არის. თავადია რომ მაინც ვარ. ძალიან მაინტერესებდა ანალიზები, მაგრამ ვერ მოვახერხე. ძლივს ხომ წავედი, როგორღაც მოვიფიქრე, დავგეგმე რომ დღეს მივდიოდი და მაინც დღეს გამოვიდა, გვანცა ზუსტად მე რომ მივედი, მაშინ შემხვდა, გადიოდა და ვერაფერს ვერ ვეტყოდი. ვერაფერი ვერ ვთხარი. მოხაზ ვთხარი რომ გასული იყო მეთქი, მაგრამ ვერ გავაჩერებდი, იმიტომ რომ მესმოდა როგორ ემშვიდობებოდნენ და რაღაცებს რო ებდებოდნენ, ყველაფერი იქვით და მე მესმოდა და ეხლა როგორია შეაჩერო და ესე ლაპარაკი გამება მაგასთან, რა ვიცი, ჩემი მხრიდან მე არ მომეწონებოდა. ადექით წამოვედი. სხვასთან ვერავისთან ვერ მივიდოდი, ოჯახის ექიმი ჩვენი ის არის. სულ აი იმას, აი ამებს გამოვედები ხოლმე, აი ამ კარის სახელურებს. თავით, თმით, რა ვიცი მე, ყოველჯერ ერთხელაც ერთი ვიდეო რომ აქვს, იქაც ის დამემართა. რაღაცას ვხუფავ მაგ ვიდეოში არ მახსოვს. ხოდა ეს ჩემო კარგებო წავედი ახლა მე, თან სანამ ის მეიხაშება, ამას შევკერა უცებ გადავატარებ მანქანას და ეგ არის ორივეს. კიდევ რაღაცები მაგ გასაკეთებელი, მაგრამ სისწორეზე არ მაქვს მოჭრილი. იმას ნახდი მკერავი სჭირდება და მე რომ მოვალ მე მიუტან ამ აქ რო ცხოვრობს იმას. წავედი. და გიმშვიდობებით, ახლა ბედნიერ და მშვიდობიან პოზიტიურ დღეს გისურვებთ ყველას. დროებით.